ქონა უსუსურები არიან წინააღმდეგ შემთხვევაში ქალებზე არ აღმართავდნენ ხელს ასაკოვან ადამიანებზე, ახალგაზრდებზე ზოგადად. ეხლა იმ დღესაც რასაც უყურეთ ამ ძალადობას, უბრალოდ ეხლა ვიცით რომ რატო გვიკვირს, ხო? ვიცით რომ ძალადობენ და ვიცით რომ ეგრე იქცევიან და რა არის მათი ამოსავალი წერტილი, ეგეც ვიცით რომ არის ფული და სულ გაყიდულობა, ის რომ არიან რუსეთის მონები. აი ეს ყველას ძალიან ნინომაც თქვა და ძალიან კარგად გვაქვს ყველას გასააზრებელი რომ აქ უბრალოდ ვიღაცა ოროსანი კი არ არის, ვიღაცას კარგის გაკეთება უნდა და ის კარგი არ გამოწდეს. არა, უბრალოდ რუსეთს ჭირდება ბანძი საქართველოს იმისთვის, რომ შეათრიოს ისე უკან საბჭოთა კავშირში, რომლის აღდგენაც ძალიან უნდა და აი მაგას არ დაუშვებთ ჩვენი სიცოცხლის ფასადაც. ანუ 9 აპრილს დავიხოცა, ხო, ის ჩვენი რაყოც ყველაზე საამაყო ქართველების 20-მდე ადამიანი დაიღუპა, ხო, მერეც დაიღუპნენ ადამიანები, თქვა, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ იმ უშუალო დღეს სადღაც 20 ადამიანი დაიღუპა, ხო, მაგდენსაც ვერ მოგკლავენ რა, ანუ აი დღეს რომ დადგეს იგივე პრობლემა და იგივე საკითხი, ანუ ფიზიკურად ვერ შეძლებენ მაგის გაკეთებას და მათ შორის ვერც ის არაკაცები ვერ შეძლებენ, ვისაც აი ხა გოგოების და ასაკოვანი ადამიანების გასალახად იყენებენ რა, ანუ აი ფიზიკურად ჯერთი მართლა შევეწირებით ამ სიტყვის კარგი და სწორი გაგებით, იმიტომ რომ გვიყვარს ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ფული და ვიღაცის გადმოგდებული მართლა 20 ლარი, ეს მოგზავნილი ტიტუშკები, ნომრიანი ტიტუშკები რო არიან ეს აი ყოველდღიურ პროტესტში ვინც ვართ ეს განსაკუთრებულად მოდის რა ეს ყველაფერი ჯერთი იჭერენ იმ ადამიანებს ვინც ჩვენ გვერდით არიან მათ შორის ზუსტად თავის დაცვის გამო იჭერენ და თქვენს თქვით ნინომას თქვა რომ ჩვენ უფლება აღარა გვაქვს დარჩენილი იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ყველა არის ჩვენს წინააღმდეგ მომართული ჩვენ დაგვჭა ერთმანეთი და ეს არის ყველაზე დიდი ძალა რეალურად და ჩვენ დაგვჭა სოციალური ქსელის ეპოქაში ტელეფონები რომელთაც ამოვიღებთ და ყოველთვის ვამხელთ იმ არა ადამიანს ვინც ცდილობს ქალზე ბავშვზე ასაკოვან ადამიანზე თუ ნუ კონკრეტულ საპროტესტო აქციის მონაწილეზე ძალადობას ეს არის აი იმ რაღაც ეს რეალობის გამრუდება არის რა სულ რა რასაც ცდილობენ რეალურად რა და ეს არის რაც უნდა დაუპირისპირო და აი ერთი კიდე მინდა ძალიან ხაზგასმით თქვა ყველამ ნახეთ როგორ ექცეოდნენ ჟურნალისტებს 2 დღის წინ ხო გუშინ იდგნენ აი ეს ბინძური მედია პროპაგანდის წარმომადგენლები იქ და არავინ მაწინააღმდეგ არავითარი ბოროტიქმედება არ ჩაიდინა ან კანონდარღვევა არ ჩაიდინა მეც ვეკითხებოდი რომ აი ხა თქვენ აქ რო გახართ გააკეთეთ სიუჟეტი იმაზე თქვენი კოლეგები რო გავახეთ გუშინ წინ ან თქვენ რო არ გირტყავენ ხა მაგას იტყვით სადმე იყვნენ გაჩვენებულები თევზებივით რა აი ეგ არის ზუსტად განსხვავება ჩვენს და მათ შორის ჩვენ არასოდეს არ ვიკადრებთ იმას რასაც კადრულობენ ისინი მაგრამ აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას მოვითხოვთ აი იმ ადამიანების ვინც ეს ყველაფერი აი უკვე 9 თვეა და მანამდე კიდე წლები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო და ჩვენ საწინააღმდეგო ჩაიდინა და კი ჩვენ ვართ საქართველოს ჩვენ ვართ ბევრი და არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ ამ ქვეყანას